გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ამბობენ, რომ სოფელ ფლავსა და ვარიანში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო შავშვებსა და ზერჩში სამშენებლო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. რაც შეეხება ტირზნისა და შინდის აქ უკვე არსებულ საბავშვო ბაღებს შეუტარდათ რეაბილიტაცია. 6-ვე მათგანი ოფიციალურად მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გაიხსნება, მანამდე კი შიდა ინტერიერის მოსაწყობად ტენდერს გამოაცხადებენ. გორის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს დღესდღეობით 65 სკოლამდელი საჯარო დაწესებულება. აქედან დღესდღეობით 6-ში მიმდინარეობს მშენებლობა რეაბილიტაცია. ამ 6-დან 2-ში ახალი ბაღი შენდება, ფლავი და ვარიანი, 2 სოფელში შავშვებში და ზერჩიც ახალი შენდება, მაგრამ მიმდინარეობს მშენებლობა ფლავში, უბრალოდ ფლავში და ვარიანში დამთავრდა, უკვე მშენებლობა დამთავრებულია, შენობები მთლიანად, შავშვებში და ზერჩში მიმდინარეობს მშენებლობა. შენობები იყო სარეაბილიტაციო, ამ 4 სოფელში, ანუ ზერჩში, ფლავში, ვარიანში და შავშვებში, ანუ ისეთი მდგომარეობა იყო, რომ ჯობდა ახალი ბაღი აშენებულიყო, რეაბილიტაცია სარექვემდებარებოდა. ხოლო ტირზნისში და შინდისში რეაბილიტაციას ექვემდებარება და მიმდინარეობს შენობების რეაბილიტაცია. სადაც დამთავრდა მშენებლობა უკვე ფლავში და ვარიანში. აქ რაღაცა მცირე ნაწილია და რომ წყალმომარაგების პრობლემა გვაქვს და ესეც უნდა დამთავრდეს. და სავარაუდოდ იქაც წყალმომარაგების პრობლემა სექტემბრამდე დამთავრდება, ამავდროულად დამთავრდება შავშვებშიც და ზერჩიც მშენებლობა და ერთიანად გაიხსნება. ახალი სასწავლო ინვენტარიც ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ტენდერი და ახალი ინვენტარი უნდა შევიდეთ, რა თქმა უნდა ახალ ბაღებში ახალი ინვენტარი ავეჯი იქნება.